გამარჯობა, მე ვარ გაბრიელ მეტრეველი და დღეს წავარდგენ წიგნს რობინზონ კრუზოს, რომელიც ავტორიც არის დანიელ დეფო. დანიელ დეფო მოღვაწეობდა მე-18 საუკუნეში, დაიბადა მე-17 საუკუნეში, მაგრამ უფრო მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა. მის პერსონაჟს ჰქვია რობინზონ კრაიცენი. მაგრამ რადგან ინგლისელებს უყვართ სახელების დამახინჯება, კრუზოს ეძახდნენ. კრუზოს ყავდა მდიდარი მამა, მისი დედის გვარი რობინზონი იყო გავრცელებული და ამიტომაც დაარქვეს მას რობინზონი. მას ყავდა მდიდარი მამა და ის ოცნებობდა, რომ ზღვაში ემოგზაურა, მაგრამ მამამისი და დედამისი არ აძლევდნენ უფლებას და როდესაც ერთხელ მამამისთან მივიდა და მამას რჩევა უნდა მიეცა, მამამ დაწყევლა, შენ თუ გახდებიო, ანუ მეზღვაურიო და ზღვაში თუ გახვალო, არაფერი აღარ გეშველებაო. ხო და რობინზონი ერთ დღესაც გაიპარა სახლიდან და გაყვა გეიმს. მივიდა კაპიტანთან, კაპიტანმა უთხრა, რომ როგორ იყო მას ხო, ეხლა შეგვიძლია უკვე რომ მეც შემოგეხიდო, ხო შეიძლება. ეს წიგნი გაბრიელმა რომ დაიწყო წაკითხვა, თქვენ გახსოვთ, გაგახსენებთ. მე 6 კლასი რომ დაამთავრეთ, მე საზაფხულო საკითხავი გირჩიე და მოვიტანე მე 6 კლასში დღიურს რომ წერდი ის ჩანაწერები და ერთ-ერთ დღეს მიწერია რომ დღეს დავასრულე რობინზონ კრუზო მეთქი. სწორედ ეს იყო იმის ის სურვილი რომ თქვენც წაგეკითხათ ჩემს ასაკში მე რამდენი წლის ამას წავიკითხე ეს წიგნი თქვენც წაგეკითხათ. გაბრიელს ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ დაიწყო კითხვა და ისე მოეწონა, გაითვალისწინა ჩემი რჩევა, რომ მახსოვს გატაცებული იყო და შემდეგ მე გამოვტაცე წიგნი. თუ როგორ იყო გაბო, ჯერ შენ დაიწყე, ხო? მე დავიწყე, მე გასწრებდი, მე შენ გამასწრე და მე გაგასწრე და მე შენ ძალიან გამასწრე. გასტრობალოს თამაშობდით, ასე რომ ვთქვა, წიგნის წაკითხვისას და ბოლო იყო ძალიან საყვარელი ამბავი, რომ არ დავასრულე, რამდენიმე გვერდი იყო. 27 ივნის 2025 წელს არ წამიკითხე, აბა რა წარწერა. გაბო აქ ჩერდები და გელოდები, ბოლო გვერდები ხვალ წავკითხოთ ერთმანეთსო და 27 ივნის ხო დავამთავრე მეც რაღაცა ეგრე მოურჩი მეც და ერთი თვე კიდე აღარ ვკითხულობდი. აგვისტოს ბოლოს, გონი სექტემბერიც იყო, არა აგვისტოს ბოლო იყო. გამოვეცხადე, შუქები ჩავაქრე პიპილეთში და სანთელი ავანთე და გამოვეცხადე გაბრიელს ცოტა საშიშჩევა შინე მთელი ოჯახი და ვუთხარი რომ 90-იან წლებში როგორც კითხულობდი ის სიტუაცია უნდა გავაცოცხლო მეთქი და აი ესე წავიკითხეთ, მე ხმამაღლა წავიკითხეთ მონაცვლეობით და ეს წიგნი ჩვენს ურთიერთობასაც ასახავს და თქვენც გირჩევთ რომ დედებთან ერთად იკითხოთ ეს წიგნები. გაბო, მოკლედ რომ გადავიდეთ ახლა პერსონაჟის გულზე, ეს კაცი სულ გვეცინებოდა კი არა და პირველად გაბრიელმა აღმოაჩინა როგორ დაწყევლა მამამ შვილი. ამ კაცს რომ ამ ბიჭს რომ უნდოდა სამოგზაურო წასვლა, მამამ უთხრა რომ თუ შენ წახვალ, დაიღუპები. და ეს კაცი მაინც მამის წინააღმდეგ წავიდა და აი გადახდა ძალიან დიდი უბედურებები. პირველი გემი ჩაიძირა და მე კაპიტანმა უთხრა რომ თუ ეგრე იყავი მამა შემო თუ დაგწოლა გემში აღარ მოგშვებდიო. და მე მეორე გემიც ჩაიძირა და ეს არა მე ბრაზილიაში წავიდა, ცოტა გამდიდრდა და მე კიდევ მოგზაურობისთვის აენთო გული და მოკლედ ჩაიძირა ეს გული გემი რომ მივიდეთ ბოლო, მივიყვანოთ კუნძულამდე როგორღაც, უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდა და დასახლდა იქ. ახლა შენ წარადგინე კითხვა დასვი და მეც ვიტყვი რომ ძალიან არ გაგვეწელოს ჩვენი პრეზენტაცია. ეს არის რობინზონ კრუზო, ცოტა საშიათი გამოიყურება, მაგრამ მისთვის ჩემი აზრით პირველ რიგში გულში იყო გემი, რადგან სულ უნდა მოგზაურობა, როდესაც იგი გამოვიდა კუნძულიდან, კიდევ ან დაიწყო რაღაცა მოგზაურობა, მიარა აქეთ-იქით თელეები შეხვდა და რაღაცეები, სულ ბოლოში აიქ. კიდევ არის გულში ქოლგა, რადგან ქოლგა რომ არ ქონოდა დაიწევოდა ისეთ ცხელოდა იმ კუნძულზე. აი და ქოლგა გააკეთა იმისგან
ხის ტყავისგან თუ რაღაც აფრის მორჩენილი ნაჭრისგან ხო აფრის მორჩენილი ნაჭრისგან მაგ კიდე სასახლე ააშენა იქ და კაროების ქონდა დაჩა ქონდა რაღაცა ძალიან დიდარი იყო და კიდე ჩავსვი არაყი რადგან სულ იძახდა რომ არაყი ქონდა ერთი ბოთლი მორჩენილი და ძალიან უნდა სულ დალევა ხო და უფრთხილდებოდა მაგრამ შემდეგ მოვიდნენ როგორც წაიყვანეს მოვიდნენ ანუ ვინემაც წაიყვანეს კაპიტანი მოვიდა გემის და ყველაფერი გაბრიელი აი ხო და ესე მოხდა მე ბრაზილიაში და გამდიდრა სუსუბოლოს ხო და მის გულში იყო ჩემი აზრით სამი რაღაცა გემი არაყი და ქოლგა წარმოდგენა შეგექმნებათ ამ პერსონაჟის შესახებ, ხო? სამი მთავარი დეტალი, თორე ისეთი საინტერესო პერსონაჟია, უამრავი დეტალის ჩასმა შეიძლება და ბოლოს კიდევ თუ შეამჩნია, გუში რომ გადავიკითხე ბოლოს 10 წლის მოგზაურობის და თავგადასავლის ამბობს, სხვა წიგში გიამბობ, თუ ასე ამთავრებს, შეიძლება აღარ გახსოვს და წარმოიდგინე კიდევ ალბათ რამდენჯერ იმოგზაურებდა გემით. ახლა რაც შეეხება ჩემს პერსონაჟის გულს, გაბრიელ მათხოვეშენი რობინზონ კრუზო, ჩემი გული ასე გამოიყურება. მე გადავწყვიტე, რომ ჩამესკუპებინა ქაღალდი და მელანი, აი ასე, თამარ მადლობა, გამომიჭერი. აბგა, აი ასე, ხო იცით, ჩანთა რაშიც რაღაცებს ინახავენ და 6 ცალი პერანგი. ნახეთ, აი 6 ცალი არის აგერ, უბრალოდ ვერ მოვასწარი დაწერება. ეხლა რატომ აგიხსნით? საერთოდ რობინზონ კრუზო ეს წიგნი ბავშვებო გვასწავ პირველი რომანი იყო ერთ-ერთი რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მკითხველებს და გავლენა ლიტერატურაში. იმდენად დიდი ძალა ჰქონდა და იმდენად საინტერესო იყო ეს რომანი. და ეს არის კაცის ამბავი, როგორ რომ აღმოჩნდა ამ კუნძულზე, როგორ გადარჩა, როგორ არ დანებდა თავის ბედს და რამდენი რამ გადაიტანა, მაგრამ მაინც გადარჩა. ძლიერი ხასიათი და ძლიერი პიროვნების ამბავი არის და გირჩევთ რომ გაიცნოთ. გაბო, კითხვა დასვი და მე ნუ დავასრულოთ. ჩემი შეკითხვა ამგვარია. თქვენ იცით უკვე რომ აღმოჩნდა კუნძულზე და თქვენი აზრით რამდენი წელი გაატარებდა კუნძულზე რობინზონ კრუზო? 5, 6, 30-ზე მეტი, 20, სამუდამოდ არა უკან მინდება. 7, 10. კარგი. და მართალი გახსოვს შენ? კი. აბა? 14 წელი. კარგი რა. 14 წელი იყო, მოიცა 24. 34 წელი. 24. და მართალი აღმოჩნდა. კარგი. თავდაპირველად რომ გადაზიდა ჩაძირული გემიდან 24 აქვს დაწერილი და 10 წელი გამოტოვებული აქვს. აქვს. არა, იქ წერია რომ 34 წელი გავატარეო, ზუსტად ვიცი, გაბო. მე კარგად გადავავლე თვალი წიგნს. არა უშავს, მეც რომ არ გადამევლო თვალი არ მახსოვდა. მოკლედ, გემს ჩაძირული გემიდან გადაიტანა ნივთები. და ერთ-ერთი იყო ამ ნივთებიდან მელანი და ქაღალდი. და მელანი და ქაღალდის ამას იზოგავდა და წერდა დღიურს. გახსოვს და ისეთ საინტერესოა რომ ჩართული არის პირობებში გვიყვება თავის ამბავს და თან ჩართული არის დღიურიც ნიკა, აი წარმოიდგინე თავისი ამბების და ესე ძალიან საინტერესოა. 6 ახო აბგა იმიტომ რომ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ეპიზოდია, როდესაც გვიყვება რომ აბგა რომ გავხსენიო მარცვლეული გადმოფანტულაო იპოვა მარცვლეული ხო ხორბალი ქერი და რაღაცა პერიოდის შემდეგ აღმოაჩინა რომ ამოვიდა ხორბალი და ქერი და ამის გამო ხო მე მოსავალი მოიწია და პურიც გამოაცხო, ოღონდ ძალიან დიდი შრომა დასჭირდა სანამ პურს გამოაცხობდა. ყველით გააკეთა. ხო და 6 პერანგი, იმიტომ რომ ბოლოს ყველაფერი შემოეფლითა, ტანსაცმელი აღარ ქონდა და ერთ-ერთი გემი მასთან რომ მივა, კაპიტანი და რაღაცებს გადასცემს, 6 პერანგი იდო ამ საჩუქრების კივში და ძალიან გაუხარდა და წარმოგიდგენიათ თქვენი თავი რომ ტანსაცმელი შემოგვეფლითოს და აღარ გქონდეს საერთოდ არაფერი და როგორი რთული არის. ამიტომ ყველა მადლიერები უნდა ვიყოთ რომ გვაქვს ტანისამოსი, არ ვცხოვრობთ მარტო, ხო? და ბევრი რამის გამო უნდა ვიყოთ მადლიერი. მე დავას ხო? გაბო შენ კითხვა დასვი და დავასრულოთ.
პირველი თქვენ რომ ან თქვენი არის პირველი რომ მოხდა, ანუ როგორ მოიცა როგორ თქვა. თქვენ რომ პირველი მოხვედრილი ყავით კუნძულზე, რას გააკეთებდით პირველ რიგში? უკაცრიელ კუნძულზე? უკაცრიელ კუნძულზე. ხარეცრემლით ვიტირებდი ხო და? არა, არ ვიტირებდი. ხო, გამოვიყოლევდი იქაურობას. უკაცრიელსო და უკაცრიელ სახსაც იქნება. კარგი. მოკლედ, ბავშვებო, ახლა ჩვენ დავასრულეთ და ბოლოს მინდა გუშინ ხომ იყავით მე-11 კლასელებთან და ხომ წარვადგინეთ წიგნი. ხომ გელაპარაკეთ მარჯვენა